ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წლის პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 14. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი და უკითხებია განსაზღვროთ გავლილი მანძილი დროის 0-8 წამს შუალედში. კი ბატონო, ეხლა მოდით ასე მოიქცეთ, შემოვიტანოთ X ღერძი, მიმართოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ და დავაკვირდეთ ნახაზს. ნახაზის მიხედვით 0-1 წამს შუალედში ეს ჩვენი სხეული გაივლიდა აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობის ტოლ მანძილს, რომელიც არის 1/2 1 მეტრი, ოღონდ თუ დავუშვებთ, რომ დროის საწყის მომენტში აი წერტილში ყოფილა ჩვენი სხეული, ამ მანძილს ამ ერთმეტს გაივლიდა მარცხნივ და რატომ ახლა? იმ გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში S1 უდრის 1 მეტრს გაივლიდა მარცხნივ გამომდინარე იქიდან, რომ 0-1 წამს შუალედში ჩვენი სიჩქარის სიგრძელი არის უარყოფითი. შესაბამისად, სიჩქარის სიგრძელი მიმართული არის X ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით და ამიტომ გაივლიდა ამ მანძილს მარცხნივ. კი ბატონო. შემდეგ 1 წამ მომენტში ეს ჩვენი სხეულის სიჩქარე ხდება 0 და სიჩქარის სიგრძელი ხდება 0 და შემდეგ დადებითი 6 წამამდე. ამიტომ ეს 1 წამი იქნება შემოbrunების წერტილი, ხო? და უკვე გაივლიდა 1 წამიდან 6 წამამდე აი ამ სამკუთხედის ფართობის ტოლ მანძილს, რომელიც არის ეს არის 5, სიმაღლე არის 6, 5x6-ის ნახევარი კი არის 15, ხო? ანუ S2 უდრის 15 მეტრს გამოივლიდა აქეთ. მერე ისევ 0 ხდება სიჩქარე, შემდეგ უარყოფითი, ესე იგი შემდეგ უკვე მოდის ეს ჩვენი სხეული მარცხნივ ისევ და გაივლის უკვე რამდენს. მოდი დავთვალოთ, ეს მანძილი რა იქნება, აი სამკუთხედის ფართობი. ეს არის 2, ხო? 2 არის და აი ეს არის შესაბამისად 2, 4, 6, ხო? 2x6-ის ნახევარი არის 6 მეტრი, ანუ S3 უდრის 6 მეტრს. და ესე იგი ჯამში რა გამოგდის? S გავლილი მანძილი გამოგდის S1, დავწეროთ, არ დავიზაროთ, S1 პლუს S2 პლუს S3, ეს კი ტოლია, 1 პლუს 15 პლუს 6 არის 22 მეტრი, ხო? ანუ საბოლოო ჯამში რო დავწეროთ, S ტოლი ყოფილა 22 მეტრის. ნუ შეგვეძლო ეს X ღერძი რაც გამოგვეყენებინა, უბრალოდ ფართობები დაგვეთვალა ყველა უბანზე და შეგვეკრიბა, ხო? იგივე შედეგს მივიღებთ. ასე რომ პასუხი გამოგდის D 22 მეტრი.